აი ამ პრაგმატულობის დამადასტურებელია სწორედ ახლა ნაწყვეტ წავიკითხავ რუსი მიმომხილველის ანდრეი რაევსკის სტატიიდან მედიაფაქტში. Ai statia დაიბეჭდა медиафактში. Сочис Олимпиады შემდეგ, диях. Хотя руководство Грузии вежливо отклонило приглашение Москвы принять участие в церемонии открытия Олимпиады в Сочи. Тем не менее, 7 февраля грузинские спортсмены приняли участие в этом красочном празднике и прошли колоннам, держа в руке флаг страны. И тут произошло два пикантных инцидента. Грузинский журналист Тенгиз Пачкория, освещавший эту церемонию, вывесил перед собой баннер «Сухуми – это Грузия». И этот баннер попал в объективе телекамер, ведущих прямой трансляции. И этот баннер увидели около 3 миллиардов жителей планеты, которые смотрели эту церемонию. Ai ასეთი სტატია დაიბეჭდა უბრალოდ ნაწყვეტი იყო აი ამ სტატიიდან. Ai ეს ორი ფოტო უჩვენეთ თუ შეიძლება. Ai ესეთი ბანერი იყო, რითაც ერთიც და მეორეც არის ესეთი შებრუნებული უნდა იყოს. Ai ესეთი იყო თუ არა რეაქცია აი ამ თქვენი აი ესეთი ბანერით გამოსვლის შემდეგ. 3 მილიარდმა ადამიანმა უყურა აი ამ ჩემპიონატს. Andrei Raevski არის ძალიან ცნობილი მიმოხილველი, მას პირადად არ ვიცნობ. Როგორ დაითვალა მან ეს 3 მილიარდი, თუმცა რუსეთის ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ეს არ უჩვენებია გასაგები მისების გამო, მაგრამ ბევრი ქვეყნიდან მერე მომწერეს წერილები ამერიკის, ბევრი ქვეყანაში ალბათ საერთო ჯამში სადაც მიდიოდა ტრანსლაცია. ძალიან ბევრი ქვეყნიდან არა მარტო ტელევიზიით, არამედ ვინც იჯდა იქ მე ვიჯექი პრესის ლოჟაში მოხდა ისე რომ მქონდა ზემო ადგილი, მაგრამ ეს ადგილი მე არ მაწყობთ რომ კამერები იყო უფრო ქვემოთ და ეს პრესის ლოჟა იყო გვერდით იყო საპატიო სტუმრების ლოჟა და შემდეგი დაახლოებით 25 მეტრში იყო VIP ლოჟა, სადაც იჯდნენ რუსეთის პრეზიდენტი, სხვა ქვეყნების პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და ასე შემდეგ. მე ვთხოვ ერთ უკრაინელ კოლეგას რომ დაეთმო ჩემთვის ადგილი ქვემოთ, უთხარი რომ მე არ მაწყობს შორიდან ყურება და როცა დავჯექი თავიდან შევედი მე სულ სხვა ეკიპირებით, სხვა ქუდით, სხვა კურტკით, მაგრამ არ მინდოდა წინასწარ ანუ არ იყო ეს წარწერები, რომელიც ეზოში სტადიონის ტერიტორიაზე შევედი სხვა დასასრულს. არ მინდოდა ახლა ვინიც მასკიროკა გაიგო. არა, ვინიც ეს ახლა ვიღაცა მიზეზს მოგიძებნის და არ შეგიშებს და მე უკვე ამისთვის წავედი, მე ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს იყო მიზანი. Олимпиадაზე მე ერთი წელი ვემზადებოდი ამ ოლიმპიადისთვის, ჩემი ინდივიდუალური გეგმით 10 თვის ადრე გავიარე ოფიციალურად აკრედიტაცია. ერთხელ ვიყავი ნამყოფი იქ, დავათვალიერე სასტუმრო, სად ვიქნებოდი. იქ ცხოვრობს ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი და ნაცისავების და 12 თანაკლასელი ჩემი არც ერთი არ შემიწუხები, არ მინდოდა რომ ვიღაცას მიეკითხა, მიმისული იყო მართლა რატომ მეგობრობ თენგისთან და ასე შემდეგ, უხერხულში რომ არ ჩამეყნებინა ეს ხალხი, ჩემი თანაკლასელები სოჩის რეგიონში ცხოვრობენ. ხოდა როცა გავიარე ეს აკრედიტაცია შევედი 2-3 საათით ადრე, მე იქ შიგნით პრესლოჟაში აღმოჩნდი შევიცვალეს დასაცმელი და როცა დამინახეს პოლიციელებმა მითხრეს რა ხდება მეუთხარ მე ემზადები მეთქი ოლიმპიადას სპორტულ ფორმაში გადავიცე მეთქი მიყურებენ და უკვე უკან დაждდნენ უკრაინელი, მოლდაველი და ბელორუსელი და მათ შორის ამდენიმე რუსი, იაპონელი ჟურნალისტები მე უთხარი მათ რომ არავინ არ შეუშვათ მეორე რიგიდან, იმიტომ რომ ვინც ის ახლა მე იცოდნენ რომ ვაპირებ ბანერის აწევას, მით უმეტეს ფორმაც იყო ასეთი, მშვიდობიანი ეს ყველაფერი, აუხსენი რომ ოლიმპიადა ტარდება გაეროს ეგიდით და გაეროს რეზოლუციების და წესდების და დოკუმენტების მიხედვით სოხუმი და გაბრა არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი, ეს ყველა მიწოდა. ჩაუტარეთ ლექცია. კი და არაფერზე არ ენერგიულად მათ შორის პოლიციელებსაც ერთ-ერთ კაცს ახლა არაფერი არ უთქვამთ, იმიტომ რომ
ჩვენ არავის არ ვეხებით თუ ახლა ტრიბუნაზე ვზივართ აკრედიტაცია მაქვს და არც ერთი წესი არ არის დარღვეული და როცა საქართველოს დელეგაცია გამოდიოდა იმ დროს მე უკვე მითხრეს რომ დელეგაცია საქართველოს სპორტსმენები უფრო ზუსტად დელეგაციის ნაწილი ტრიბუნაზე საპატიო ლოჟაზე იჯდნენ იმ დროს მოხდა ეს დაახლოებით 5 წუთი გრძელდებოდა უკნიდან მესნაოდა უკანა მხრიდან კამერების ოპერატორების სხვადასხვა ენებზე შემოbrundით კი აქეთ იქეთ რომ უნდათ გადაახება მე უკრაინა რომ შემოვიდა უკრაინის დროსაც თხოვეს ადექი სიმპათიები და მოლდოვის დელეგაციის დროსაც და როცა დასრულდა ეს მე მეკიდან მესმოდა შეძახილები ბიჭო საქართველოს საპატიო ოლიმპიელები იჯდნენ დელეგაციის წევრები და ჩემთვის ახლა მე არც ერთი კანონი არ დამეღებია და ესაც აუხსენი და როცა დამთავრდა ეს ყველაფერი უკრაინელმა და მოლდაველმა ჟურნალისტებმა მითხრეს გაგაცილებთო სასტუმრომდე მე ვთხრა არ მინდა მეთქი მე მაინტერესებდა რა იქნებოდა შემდეგ მე ერთი ორი პოლიციელიც მოვიდა რამე ხომ არ გნებავთო ხომ არა მეთქი ეს თქვენი ინიციატივა არის თუ ვიღაცამ დაგავალოთ ჩემთან მოსვლა და გაცილება არ მინდა მეთქი არავის გაცილება ასე გავაგრძელე გზა მეორე დღეს რომ მოვედი ჰოკეის თამაშზე ჰოკეი ძალიან მიყვარს ბავშვობაში და თამაშობდი ხო ეს უკრაინაში ცხოვრობდი დონეცკში სწავლობდი მე 5 წელი და იქ ცხოვრობდი მე ჯაშის იქ სახურობდი იქ დავიწყე დონეცკის ოლქში ჟურნალისტურ მოღვაწეობა 91 წელს დონეცკი უკრაინა დიახ იყო და არის ჩემთვის უკრაინა და იმ ადამიანებისთვის ვისაც ცნობს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ხო და ჰოკეიზე რომ მოვედი მეგობრები იყვნენ კოლეგები და იმ დროს გამოჩნდა რამდენიმე ახალგაზრდა აფხაზი ვინც მუშაობდა როგორც ქართველები მუშაობდნენ აფხაზებიც ვოლონტიურად ოლიმპიადაზე მუშაობდნენ კონკურსი გაიარეს ალბათ და ერთი 5-7 უფრო მეტის მერე გამოჩნდა დაждდნენ და შემამჩნია რომ ძალიან ნერვიულობდნენ ამ წარწერის გამო რაღაც დაიძაბა სიტუაცია ხო მაგრამ სილოდიანად იქცეოდნენ დავაჯინე ყავაშევთავაზე პოლიციელები უყურებდნენ ამას მე ვთხარი ნინადარ მეშიც რომ ხომ რამე ხომ არ არისო პრობლემა რომ მთელი რუსეთიდან მიყრე პოლიციელები მიმაგრებული ოლიმპიადის დროს და ცდილობდნენ რამე არ მომხდარიყო დავაჯინე და მე ვთხარი თქვენ არაფერი არ არის სანერვიულო თქვენ ხომ თვლით მეთქი რომ თქვენ პირადად გამოხვედით საქართველოდან მე არ გამოსულვარ საქართველოდან და იმიტომ მაქვს ამის უფლება და თუ გინდათ დაურეკოთ ერთ-ორ ჩემ კოლეგას აფხაზებს ვინც გეტყვიან ვინა ვარ და როგორ ვარ ერთი-ორი ზარის შემდეგ გაისაუბრნენ უთხრეს ყველას თავისი აზრი აქვს იქიდან იყო რომ მას თავისი აზრი ჩვენი აზრი აქვს და დამშვიდნენ მერე და ძალიან თვითონ ნორმალურად დავშევდით და ერთმა მითხრა რომ ხო ვიპასუემო правы მიპასუემო правы ну გასაგებია ახლა ახალგაზრდები იყვნენ და მე მოვეფერე ამავე დროს დავაფიქსირე ჩემი აზრი და მოხდეთ თან სიტუაცია და ეს რატომ გეუბნებით ამას ამან დიდი აჟიოტაჟი იყო თელ სოფლიოში ბევრ ქვეყანაში და მათ შორის იყო სოხუმშიც და გახსოვთ იმ დროს ამ ქვაბს რომ შეეკითხეს ამის შესახებ იმ დროინდელ დე ფაქტო პრეზიდენტს მან უთხრა რომ ეს კაცი ასეთ თვლით ჩვენ ასეთ თვლითო და მე კორექტული პასუხით მან დახურა ეს თემა და აფხაზმა ჟურნალისტმა დაწერა ძალიან მეტნაკლებად კორექტულად იმიტომ რომ მე არავისთვის არ მიგინებია არ არის ეს ჩემი სტილი მით უმეტეს საჯაროდ ვაფიქსირებ მხოლოდ იმას რომ სოხუმი აქ იგულისხმება მთელი აფხაზეთი არის საქართველოს შემადგენელი აზრი გაეროს დოკუმენტები ჩვენს გულებში და ჩვენ აზროვნებაში ასე იქნება ასე არის და ასე იქნება და რეალურად რომ ეს მოხდეს დე ფაქტო როგორც იტყვიან რომ მოხდეს ამ ის ქეჩანი ქვეყნის გაერთიანება ძალიან დიდი შრომა არის, ძალიან დიდი დაგროვება, ძალიან დიდი სიფრთხილე, აქტიურობა, დიდი მუშაობა და მე დარწმუნებული ვარ, მიმართავ გაგრელებს, გუდაუთელებს, სოხუმელებს, გულიბშელებს, ყვარჩელებს, ოჩამშერლებს, გაველებს, ყველას
სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს, რომლებიც უცხოეთშიც არიან, მივმართავ მთელ საქართველოს, მივმართავ ჩემ აფხაზ ძმებს და მეგობრებს და კოლეგებს. ისამაც მე მაქვს ურთიერთობა. ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ერთად. ამას სჭირდება დრო, ვიქნებით მშვიდობიანად, ერთად ვიცხოვრებთ და ამას სჭირდება ძალიან დიდი დაფიქრება, ანალიზი და აქტიური მუშაობა. მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც არის, მე არა ვარ მოწყვეტილი და მოწყვეტილი ამ სამყაროს, ძალიან კარგად ვიცი, რომ ბევრი გეოპოლიტიკურ ორთაბრძოლაზე არის და შეტაკებებზე გეოპოლიტიკურ ბრძოლაზეც არის დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი აქტიური მუშაობა და კარგად გააზრებული და პრაგმატული მიდგომა. კარგი. ეხლა არ შეიძლება რომ არ მიუბრუნდეთ გვაქვს ჩვენ დრო გადაცემის დამთავრებამდე თენგის თქვენ ცხოვრობდით სოხუმში და ურთიერთობები გქონდათ არა უშავს მოიცენით არ არის პრობლემა ცხელა სტუდიაში არა უშავს რასთავარია მაყურებელმა ნახა ეს თქვენი ჩაცმულობა ეს არწერა ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა მე ასე დავდივარ ყველგან ეს მაყურებლისთვის სპეციალურად არ ვაკეთებ ხათაშორს ეხლა სტუდიაში ვერ დაждებოდით ამ კურტკაც კი ესეთი გაცვიათ შესაძლოა ის ოლიმპიური ნაკრების კურტკაც მე დაუმატეთ არწერას სოხუმი ჯორჯია აქ თბილისში არ გაქცევენ ყურადღებას ხა დაუბრუნდები იმ თემას რომელზეც საუბრობდით მაგრამ აი არ გაქცევენ ესეთი აი წითელი კურტკა რაღაც ესეთი წარწერით ქუდით არა აქ არა სხვათა შორის ახლა მე ამას ჩემი ყოველწლიურად ადამიანი დადის ფიქრობს თავის იმაზე არ აქცევს ყურადღებას მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ მე მიყვარს ბავშვობიდან ხო და ზოგჯერ განსაკუთრებული თბილი რეაქცია არის ბავშვებისგან რომ მათთვის რომ ისინი ხომ ტელევიზიით ეს ერთია და როცა ცოცხალი იმით რომ დიდებს ეს უფროსთაობას ეს არც უკვირდა ეს ჩაფიქრებული არიან ისინი და ბავშვების ეს სხვანაირია ინტერესი ახლა ბავშვი ცნობის მოყვარია ყველაფერი ინტერესებს და მე მახსოვს რომ ყველას თავისი სიმპათია ზოგს ბარსელონის წარწერით არის ზოგი ბავარიის ჩემ ძალიან მიყვარს ფეხბურთი კალათბურთი ეს მათინებაა მაგრამ ჩემთვის ეს არის ბარსელონას ბავარიას მანჩესტერ იუნაიტედს და აიაქსს და ყველაფერი ერთად და განსაკუთრებით ვინც გეუბნებით კიდევ ერთხელ ეს ბავშვებში კალბატონებში და უცხოელებშიც ამით მე ვხედავ რომ ძალიან ბევრი მოდის მე ხელჩამომართეს მონეფერება სურათების გაუღოს ვაფრთხილებ ყველას რომ როცა სურათებს ვიღებთ არ დადოთ თქვენ პარტიულ საიტზე Facebook-ზე რაღაცით რომ მე არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ არც ვაპირებ არც დეპუტატობას არც პოლიტიკურ პირდაპირ გაგებით მოღვაწეობას და ამ პირდაპირ ჩართვას პოლიტიკაში და ამიტომ ყველას ვთხოვ რომ არ დადოთ პოლიტიკა ეს არის რასაც ხვდებით დიახ მე ჩემი ინდივიდუალური პროგრამით მოღვაწეობ ინდივიდუალური პროგრამით მუშაობ და ამას ახლა ზოგი იტყვის რომ იყო ბევრი წერილები ყველა მასე გავაკეთოს არა ეს ყველა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ვინ როგორ ახლა ეს არ არის აუცილებელი როგორც ძველ დროს ერთმა თქვა მეორემ ჩაიცვა ეს არ არის ყველას თავისი შინაგანი აზროვნებიდან მოთხოვნილებიდან უნდა მოიქცეს ადამიანი ეს არ არის აუცილებელი გეტყვით რომ ბულგარეთში ცხოვრობს სოხუმელი კაცი დავით კვარაცხელია ის ბიზნესმენია იცავდა საქართველოს ერთიანობას მე ეს სიტყვა არ არის სწორი ტერიტორიული ის იყო საქართველოს ერთიანობა ხშირად უსვამთ ამას უსვამ მე ტერიტორიული მთლიანობა ეს სულ სხვა არის და ეს სხვადასხვის არ არის იმის ახსნა რასაც ჩვენ ვიცავდით საქართველოს ერთიანობას და საქართველოს დამოუკიდებლობას ვიცავდით ჩვენ და არა მარტო ტერიტორიული მთლიანობა ეს სულ სხვა ცნებაა და ეს ძალიან ბევრ აფხაზს წინს რომ ტერიტორიას უყურებთ თუ მარტო ჩვენ არ ვიყურებთ ეს მართალია ამ გაგებით იმიტომ რომ ეს იყო ჩვენ ერთიანობას ვიცავდით საქართველოს დამოუკიდებლობას ვიცავდით ჩვენი მომში. ხო და ეს სოხუმელი კაცი დავით კვარაცხელია სოჭის ოლიმპიადის შემდეგ დამიკავშირდა მითხრა რომ მე ვარ ავტორბოლელი მონაწილეობა ტურნირებში ბულგარეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა ჯერ მესამე პრიზიორი მე მეორე პრიზიორი ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა დრალკო მინერთან ერთად
და თავის მანქანას იმ ავტომანქანას სპეციალურად წარწერა ჯორჯია სოხუმი და მეორე მხრიდან არის წარწერა აბაულა. ეს იცით იმ ფილმიდან ვისაც არის ის მეგრული შეიძლება გაიგოთ რას ნიშნავს ეს ძალიან მოწოდება შიდობიანი ბერგოვანაში არის ეს მიღებული აქედან მივესალმები დათო კვარაცხელიას რომელმაც ძალიან ლამაზად არ განებსხლებია დათო რომ ეს არის გადაცემა მაგრამ ეთქვიან ძალიან ლამაზად იმ მანქანაში აგედებს მომავალთელსაც მონაწილეობას მიიღოს თელ ევროპაში ის თავისი მანქანის შეჯიბრებებში მიიღებს მონაწილეობას ამ წარწერით ჯორჯია სოხუმი მან თქვენ Skype-ში მოგილოცავთ სხვათა შორის ვიდეოთი აი ამ თავისი მანქანით და თენგო აი სანამ დამთავრდება ჩვენი გადაცემა არ შემიძლია მაინც არ მიუბრუნდეს სოხუმს სადაც გაატარა თქვენ კი სტუდენტი იყავით დონეცკში უკრაინაში მაგრამ გარკვეული წლები ცხოვრობდით სოხუმელი ბრძანდებით უდიდესი ნაწილი ცხოვრების უდიდესი ნაწილი რაღაც რეტროსპექტივით წავედით უკან და ხომ არ გაიხსენებდით მაინც აი ურთიერთობას თქვენს თანატოლებთან აფხაზებთან მეზობლებთან როგორი იყო ეს ურთიერთობა და იყო მაშინ ეს რაღაც მარცვალი ამ კონფლიქტის თუ რანაირად იყო ეს სიტუაცია უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ 83 წელს დაბრუნდები უკრაინიდან 23 წელს ვიყავი 24 წლის თითქმის მე მუშაობდი ჯერ სოხუმში სტრუქტურული მეურნეობის ინსტიტუტში პედაგოგად და მე 4 წელი მუშაობდი სკოლებშიც რომ ბავშვებთან მუშაობა უფრო მიყვარდა ისტორიის მასწავლებელი პედაგოგი ვიყავი მეორე და მეათე სკოლაში მეათე სკოლა იყო აფხაზური სკოლა იქ იყო რუსული და აფხაზური სექტორი და უმეტესობა ბავშვების უბრალოდ კლასებში მუშაობდნენ იყვნენ აფხაზები ჩამოვყავდა თბილისში ფეხბურთის მატჩებზე რამდენიმეჯერ ქუთაისში ერთხელ ოდესაში წავიყვანე ჩერნომორეს რეალ მადრიდ ძალიან თბილი მეგობრული ურთიერთობა კი იყო ზოგჯერ რაღაც მომენტები იყო მაგრამ 80-იან წლებში გარდა პოლიტიკური წრებისა კულისებში დანარჩენ საზოგადოებაში ეს არ იყო ის დაძაბულ ფორმაში კი რაღაცები იყო ყოველთვის ხო თქვენ იცით რომ აფხაზური საზოგადოების ნაწილი 57-ში 64-ში 67-ში 78-ში აწყობდნენ გამოსვლებს გარკვეული წრები მოსკოვიდან ხარს უჭერდნენ გარკვეული ყველა არა 67 წელს პირველად იყო ეს მოთხოვნა აფხაზეთის გამოყოფის საქართველოსთან 67 წელს ოფიციალურად მაგრამ იმ პერიოდში უფრო კარგი დადებითი განწყობა იყო ქართველებს და აფხაზებს შორის ძალიან თბილი ურთიერთობა იყო პატარა გამონაკლისის გარდა 80-იან წლებზე ვამბობ მე და სხვათა შორის როცა დაიძაბა 99 წელს ურთიერთ მე უკვე აქტიურად ვიყავი ჟურნალისტიკაში ერთდროულად მუშაობდი აფხაზურ სკოლაში და მთხოვეს რამდენიმე პედაგოგმა სკოლის ხელმძღვანელებას რომ არ წავსულიყავი სკოლიდან მე ვაპირებ მეთქი იმის გამო კი რომ დაიძაბა მე უკვე ვაპირებ მთლიანად ჟურნალისტიკაში გადავიდი 99 წელს მანამდე წერდი 8 წლის განმავლობაში მაგრამ უთავსებდი ამას სკოლას და ინსტიტუტს და მაინც ვაპირებ მეთქი ეს არ არის გამოწვეული იმით არ მიშვებდნენ ფაქტიურად მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი იდეალურად არ იყო და არც იქნებოდა არასოდეს შემდგომ პერიოდშიც ომის პერიოდშიც იყო ასეთი მომენტები როცა ადამიანებს უჭირდათ ერთი ჩემი ზარით გუდაუთაში ან გაგრაში ყოფილ მოსწავლეებთან სტუდენტებთან მეგობრებთან ისინი ამ თავისუფლებდნენ მოხუცებს, ახალგაზრდებს, ქართველებს და მე ვცდილობდი მოხუცები, ახალგაზრდები სოხუმიდან გაგიყვანათ რომ თხოვდნენ რომ ომი იყო და ყველა საინტერესოა ბედი ხო მოსახლეობის, შიდობიანი მოსახლეობის და ძალიან ხშირად ხდებოდა ეს პირად ნდობაზე ურთიერთობა. შემდგომშიც ჰქონდა შეხვედრები 90-იან წლებში, 2000-იან წლებში ქართულ-აფხაზური შეხვედრები ტარდებოდა სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, პოლონეთში, ინგლისში, სხვა ქვეყნებში ჟურნალისტებთან და ეს ურთიერთობა გრძელდება დღემდეც Skype-ით, ტელეფონით, ინტერნეტით და სხვადასხვა ადგილას. თუმცა ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩვენ გვიდა, როგორც მათ უნდათ, ყველა სხვადასხვა ადგილას ვართ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ
არის და იყო და არის შანსი საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანების, ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მრავალ პროფილიანი მუშაობა. ეს თქვენ საომარი მოქმედებების დროს იქ იყავით, არ დაგიტოვებიათ სოხუმი და სწორედ ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა, როდესაც დაბომბვაში მოყვა თქვენი სახლი და 93 წლის ფებრუარში ეს რამდენიმე თვე ვკურნალობდით მე და დედაჩემი, მაგრამ შემდგომ პერიოდში უკვე ნელა შეუდგე მუშაობას, თუმცა პირველი 4-3 თვე სერიოზული 500 კილოიანი ბომბი ჩამოაგდეს სოხუმში ეჟბას ქუჩაზე კინოპრაკატთან სოხუმელების თვითმფრინავი ახსოვთ ეს ალბათ თელი ქალაქი იქ მარტო ქართული მოსახლეობა არ იყო იქ მშვიდობიანი ის იყო ის მოსახლეობა იყო არც ერთი სამხედრო ობიექტი არ იყო სხვადასხვა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო სოფლიოში მიიღო დიდი აჟიოტაჟი ყველა ინტერვიუში მე ხას აღნიშნავდი რომ ის იყო საცხოვრებელი უბანი და როგორც მე ვიცი მე ფრინავმა რომელმაც განახორციელა შეტევა 500 კილოიანი ბომბი შემოგდება ხუმრობა არ არის მშვიდობიან უბანში ეს ცნობილი კადრია მე რო უჩვენეს გადაღებილი თუ თვითმფრინავი რო უჩვენეს იმდენად გახმაურდა ეს ისტორია და მით უმეტეს ყველამ შეისწავლა რომ არც ერთი სამხედრო ობიექტი ახლომახლოს არ იყო და მფრინავების შიდა წესდების მიხედვით დაბომბონ თუ ურტყამს მფრინავი მოიერიშე სამხედრო ობიექტს მაგრამ ცოტა თუ აცთინა და შეეხო სამოქალაქო ობიექტს კიდევ ეს ითვლება რაღაც საპატიო მიზეზად რომ 100 უნებლიე შეცდომა ხო მაგრამ როცა იმ უბანში არაფერი არ არის სამხედრო და შეგინებულად ბომბა შეგინებულად ჩამოაგდო ეს იქნება ითვლება ძალიან ცუდი თვითონ შიდა იმით და მე ვიცი ის მფრინავი თვალყურს ვადენებდი მის ცხოვრებას მე მესმის რომ ის ასრულებდა თავის დავალებას შეწუხებული იყო თუ არ ვიცი მაგრამ ამდენიმე წლის შემდეგ არტოვარიაში დაიღუპა რუსეთში და ძალიან განიცდიდა უასე შემომითვალეს მე კოლეგებმა ну რა ნიშნობა აქვს 10 სახლი დაინგრა 7 კაცი დაიჭრა 1 კაცი დაიღუპა და ასე შემდეგ მაგრამ არა მე ისე თქმა მინდა იცით იქ მარტო ქართველები ხო არ ცხოვრობენ მრავალეროვანი ქალაქი იყო სოხუმი და საერთოდ აფხაზეთი მრავალეროვანი კუთხეა საქართველოსი მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვით ინტერვიუში ვამბობდი მე რომ იმის გამო რომ პირადი ტრაგედია არ ნიშნავს იმას რომ და ქვეყნის ტრაგედია და ნებისმიერი ტრაგედია არ ნიშნავს რომ მე გაბრაზებით და აგრესიულობით იყო განწყობილი რომ გაბრაზება და აგრესიულობა არ შველის საქმეს შველის ცივი გონება პრაგმატული მიდგომა სერიოზული განწყობა სერიოზული მუშაობა იმისთვის რომ შენ ქვეყანას კიდევ არ დაემართოს უბედურება კიდევ არ მოხდეს ტრაგედია და შეიქმნას ფონი იმისათვის რომ მოხდეს ქვეყნის გაერთიანება თენგიზ რასაპირებ მომავალში რამდენიმე 3 წუთი დარჩა თუ 2 წუთი ნახევარი ცოტა მეტი მომავლის არასოდეს არავის არ ვეუბნები ყველა გეგმარებს მშვიდობიანი არც ოჯახის წევრებს არც ახლობლებს ნათესავებს არასოდეს არ ვეუბნები ეს ჩემი ჩვეო არის ბავშვობიდან წინასწარ მაგრამ ყველაფერი არის მშვიდობიანი მომავალ წელს ვაპირებ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზე და ფესტივალზე მუშაობას როგორც ჟურნალისტი იქ გულშემატკივრობას მუშაობას შემოქმედებითი კუთხით და ხალხთან შეხვედრებს და ასე შემდეგ. იმას რაც ვაკეთებ ბოლო წლები, მაგრამ ყველაფერი ეს იქნება მშვიდობიანი და სხვათა შორის ყოველთვის ვცდილობ ყოველთვის მე მეხმარებიან დიდი მადლობა უნდა გითხრა უცხოეთში მყოფ ქართველებს მთლიანად და განსაკუთრებით გაგრელებს სოხუმელებს და საქართველოს სხვა ქალაქების და რაიონებიდან წასულ ემიგრაციაში წასულ ადამიანებს. ყველა კუთხით მეხმარებიან, როცა იქ ვარ, ზოგჯერ საბინაო პრობლემების გადაწყვეტით იქ უცხოეთში, ზოგჯერ გულშემატკივრების მობილიზებით და მორალურად და ყველა კუთხით მათ დიდი მადლობა. კარგი. ბოლოს აი წამებიდან მთავრდება ჩვენი გადაცემა და აი ამ ფორმებს
არ არის სავალდებულო ეხლა დავასახელოთ რომელი ფირმა, მაგრამ საქართველოში აკეთებთ თუ საზღვარგარეთ აკეთებთ აი ამ ნაწილს უცხოეთში მეგობრები, ნაწილს საქართველოში ძალიან ხშირად ჩუქნიან გამზადებულს როგორც კიდევ გეკნებათ ახალი ფორმები. ალბათ, და სხვა წარწერები, შემდეგი ოლიმპიადები. ჩემი გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ პაჭკორია, სოხუმელი ჟურნალისტი, აი ესეთი კოლორიტული ადამიანი და ჩემი ნება რომ იყოს, მას მსოფლიო მშვიდობის ელჩად დავასახელებდი. დიდი მადლობა თენგიზ კიდევ ერთხელ ჩემს გადაცემაში მონაწილეობისათვის. მომავალ შეხვედრამდე შემდეგ ორშაბათამდე აბზიარებს ეყავით.